შესულ ხართ თუ არა ოდესმე მდინარეში და თუ შესულ ხართ, შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ როცა მდინარეში დგახარ, ფსკერთან ან შენს ტერფებთან ახლო წყალი, რომელიც უფრო გრილია, უფრო სწრაფად მოძრაობს. და ცოტა უფრო ზემოთ, თქვათ მუხლებთან, ზედაპირთან, უფრო თბილი წყალი მოძრაობს უფრო ნელა. ეს არის დინება, სიტყვა დინებას ვიყენებთ, რომ აირების ან სითხეების დინება აღწეროთ, ისე უფრო მეტ აირში ან უფრო მეტ სითხეში, მაგრამ დინებებს რა იწვევს? მოდი დავიწყოთ მზით. ვიცით, რომ უფრო ცხელა, რაც უფრო ახლოს ვართ ეკვატორთან და უფრო ცივა, რაც უფრო უახლოვდებით პოლუსებს. ეკვატორთან მზის სინათლე, მზის სხივები უფრო პირდაპირ ეცემა დედამიწის ზედაპირს და პოლუსებთან ახლოს პირიქით დედამიწის ზედაპირი იღებს ძალიან დახრილ მზის სხივებს. ნაკლები სინათლე ეცემა ჯამურად. ანუ საქმე ისაა, რომ ეკვატორთან მზის ენერგია არის კონცენტრირებული უფრო მცირე ტერიტორიაზე და იგივე ენერგია, იგივე რაოდენობის ენერგია პოლუსებთან ახლოს არის უფრო დიდ სივრცეზე, დიდ ტერიტორიაზე განფენილი. ამიტომ ტერიტორიები, რომლებიც უფრო ახლოს არის ეკვატორთან, უფრო მეტ სითბოს იღებს, მეტ მზის ენერგიას და ტერიტორიები, რომლებიც არის უფრო შორს ეკვატორიდან, ახლოს პოლუსებთან, ნაკლებ ენერგიას. ამიტომ უფრო გრილი არის პოლუსები და უფრო თბილი არის ეკვატორი. საქმე ისაა, რომ ამ არათანაბარ გათბობას გავლენა აქვს ჰაერის წნევაზეც. სადაც უფრო თბილა, იქ ჰაერი უფრო მაღლაა და ამიტომ ნაკლები წნევა იქნება. პოლუსებთან, სადაც უფრო ცივა, ცივი ჰაერი უფრო და უფრო დაბლა ჩამოდის და ამიტომ ჰაერის წნევა არის მაღალი. და იქ, სადაც თბილა, ანუ ეკვატორთან, ჰაერი არის უფრო თბილი, ამიტომ ადის უფრო მაღლა, ნაკლები სიმკვრივე აქვს და შესაბამისად არის ნაკლები წნევა. ეკვატორთან მყოფი დაბალი წნევის მქონე თბილი ჰაერი ადის უფრო ზემოთ და ზემოთ ატმოსფეროში, სადაც გრილდება და იწყებს დინებას ეკვატორისგან შორს. რადგან ეს ჰაერის მასა უკვე ცივია, ნელ-ნელა იწყებს ჩაძირვას და შესაბამის განედებზე, სადაც იწყებს ჩაძირვას, ქმნის მაღალი წნევის სარტყელებს. ეს პროცესი მეორდება და წარმოქმნის ერთგვარ პატერნს, ერთგვარ კანონზომიერებას მაღალი და დაბალი წნევის სარტყელების, რომლებიც ვრცელდება ეკვატორიდან პოლუსებამდე. და ვიცით, რომ ჰაერი მიედინება მაღალი წნევიდან დაბალი წნევისკენ, ანუ მაღალი წნევის ტერიტორიიდან დაბალი წნევის მქონე ტერიტორიამდე და სწორედ ეს წარმოქმნის ქარებს. და შეიძლება მოლოდინი გქონდეს, რომ ჰაერის ეს მასები პირდაპირ მაღალი წნევის არედან დაბალი წნევის არეში ერთი ხაზით დაეშვება, მაგრამ ასე არ არის. თუ დაუკვირდებით, რა კანონზომიერებები იკვეთება ჰაერის მოძრაობის, დავინახავთ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰაერის მასები არის გამრუდებული და მარჯვნისკენ არის მოღუნული და მარცხნისკენ სამხრეთ ნახევარსფეროში. ამ გამრუდებას იწვევს დედამიწის ბრუნვა და კონკრეტულად კორიოლისის ეფექტი. მაგრამ თუ დაუკვირდებით გლობალურად როგორი კანონზომიერება აქვს ქარებს და ამას ჩვენ უწოდებთ გაბატონებულ ქარებს, ეს გაბატონებული ქარები მოძრაობს ხმელეთის და ასევე წყლის ზედაპირზე და რა თქმა უნდა მოქმედებს მათზე, რაც იწვევს ოკეანის შემთხვევაში წყლის მოძრაობას. ანუ რეალურად ოკეანის ზედაპირზე დინებები არსებობს, რომლებიც სწორედ ასეა გამოწვეული. შეგვიძლია ვნახოთ კიდეც ეს, აი ესე გამოიყურება გლობალურად ეს კანონზომიერება ოკეანის ზედაპირული დინებების. და ისევე როგორც ჰაერის მასების დინებები, ასევე ოკეანის ზედაპირული დინებები არის გამრუდებული კორიოლისის ეფექტის გამო. შეგვიძლია აქაც დავინახოთ, რომ ზედაპირზე არსებული დინებები ჩრდილოეთში თუ არის, მაშინ მარჯვნისკენ არის მოხვეული და თუ არის სამხრეთ ნახევარსფეროში, მაშინ მარცხნივ. ეს დინებები ერთიანდება და ერთობლივად წარმოქმნიან გიგანტურ გლობალურ ბრუნვად სისტემას. და ზედაპირულს კი უძახით ამ დინებებს, მაგრამ რეალურად ზედაპირიდან 1 კილომეტრის სიღრმემდეც კი ვრცელდება ეს დინება. და ამის მეშვეობით არამხოლოდ წყალი, არამედ ენერგიაც მოძრაობს დედამიწის გარშემო. ზოგადად წყალს აქვს ძალიან კარგი უნარი, რომ შეინახოს სითბო და ინახავს სითბოს, რომელსაც იღებს მზისგან, და რადგან ეს წყალი, ოკეანეების წყალი მოძრაობს დედამიწის გარშემო, ამ სითბოსაც თან დაატარებს. და ძალიან ზოგადად თბილი წყალი მოძრაობს ეკვატორიდან პოლუსებისკენ და პირიქით ცივი წყალი პოლუსებიდან ეკვატორისკენ. მაგრამ ოკეანეებს ასევე გააჩნიათ უფრო ღრმა დინებებიც, რომლებზეც გავლენა აქვს ტემპერატურას და სიმკვრივეს. ხომ გახსოვთ აქამდე ვილაპარაკეთ იმაზე, მზე როცა პირდაპირ ეცემა და კუთხით ეცემა დედამიწის ზედაპირს და რომ წარმოქმნის მაღალი წნევის და დაბალი წნევის არეებს ან ტერიტორიებს. იგივე ხდება წყლის შემთხვევაშიც, ოღონდ ასევე წყლის სიმკვრივე დამოკიდებული არის ტემპერატურაზეც და მარილიანობაზეც. ანუ რამდენად მარილიანი არის, თქვათ, ის ოკეანე, რომელზეც ვლაპარაკობთ. უფრო ცივი და უფრო მარილიანი წყალი არის უფრო მკვრივი და ამიტომ ტენდენცია აქვს, რომ უფრო ჩაიძიროს, ისევე როგორც ცივ ჰაერს. უფრო თბილი და ნაკლებად მარილიანი წყალი, პირიქით, ნაკლებად მკვრივია, ამიტომ ზემოთ ამოდის, ისევე როგორც თბილი ჰაერი.
და ამიტომ გამოდის, რომ ამ უფრო ღრმა დინებების გამო წყალი ასევე მოძრაობს ვერტიკალურად ზემოთ-ქვემოთაც. მაგალითად, წყალი პოლუსებთან არის ძალიან ცივი და გარდა ამისა არის ძალიან მარილიანი. და ეს ხდება იმიტომ, რომ ყინულის ფორმირებისას მარილი არ შედის მაყინულში. ამიტომ რჩება წყალში და წყალი ხდება უფრო მარილიანი, უფრო მაღალი მარილიანობის მქონე. და ერთობლივად ეს სიცივე და მარილიანობა წყალს უფრო მკვრივს ხდის და ეს წყალი იძირება ოკეანის ფსკერზე. ასევე ოკეანის სხვა ნაწილებში გაბატონებული ქარები გავლენას ახდენს ოკეანეზე და იწვევს, რომ ამ ოკეანის სიღრმიდან ზედაპირზე ამოვიდეს წყალი. ინგლისურად ამ პროცესს ეწოდება upwelling. ეს ვერტიკალური დინებები უერთდება ჰორიზონტალურ დინებებს ზედაპირზე და ასევე ოკეანის სიღრმეში. ერთობლივად ამ დინებების სისტემას ეწოდება overturning circulation ინგლისურად, ან მეორენაირად უწოდებენ Global Ocean Conveyor Belt და ქართულად ამისი შესატყვისი უფრო გვაქვს, ქართულად უწოდებთ კონვეიერულ ცირკულაციას. ახლა ეს რუკა შეიძლება უცნაურად გამოიყურება, მაგრამ აქ დედამიწას უყურებთ სამხრეთ პოლუსიდან. და ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ცენტრთან ახლოს არის ავსტრალიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილები და ევროპა, აზიის უმეტესობა და ჩრდილოეთ ამერიკა პირიქით არის კიდეებში. თუ დაუკვირდებით ამ კონვეიერული ცირკულაციის დინებებს, დავინახავთ, რომ ეს დინებები მოდებული არის მთელი მსოფლიოს ოკეანეებს. არის სამხრეთის ოკეანეში, წყნარ ოკეანეში, ინდოეთის ოკეანეში, ატლანტის და ასე შემდეგ. და როგორც ჰაერის მასების გლობალური დინებები, ასევე კონვეიერული ცირკულაციის დინებებიც მთელი მსოფლიოს გარშემო ავრცელებენ სითბოს და ენერგიას. ასე რომ, როცა მდინარეში დგახარ, რეალურად ეს მდინარე და მისი პატარა დინებები ჯერეთი ძალიან გავს გლობალურ დინებებს და ამას გარდა საბოლოოდ მართლაც დაკავშირებული არის ამ გლობალურ დინებებთან და ატმოსფეროსთან. და ასე დინებებით ყველაფერი არის ერთმანეთთან შეკავშირებული.